ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლ-შვილთან ერთად თბილისში 7 ბინა აქვს. თან პრესტიჟულ უბნებში. ვაკეში. ლისის გზაზე. კრწანისში. და იპოდრომთან. ეს კახაბერ მურადაშვილია. დმანისის მერის კობა მურადაშვილის ძმა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. საპოლიციო უწყებაში ის წლებია კარგადაა ფეხმოკიდებული. ნაციონალების დროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იყო. ქართული ოცნების პირობებში კი კახეთსა და ქვემო ქართლში გადაინაცვლა. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ეს ეპიზოდი დააფინანსეს აიფაქტის მხარდამჭერებმა. ქალაქეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ხელისუფლება უნდა აკონტროლონ. ამიტომ გახდით ჩვენი დამოუკიდებლობის სიმართლის მცველი. გაგიკვირდებათ და მურადაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნობით გამდიდრებულა. მაგალითად, 2011 წელს თბილისში ჰქონდა ერთი პატარა ბინა და ერთი სახლი ლილოში. ახლა კი მისი და მისი ცოლ-შვილის უძრავი ქონება ასე გამოიყურება. 3 ბინა და 3 ავტოსადგომი აქვთ იპოდრომთან, ფენიქს კონტრაქშენის კომპლექსში. ამ ქონების ნაწილი 2015-2017 წლებში შეიძინეს, ნაწილი შარშან. 3-ვე ბინა და ფარეხი კი ჯამში $300,000-მდე დაუჯდათ. აქედან 2 ბინა თავად პოლიციელის სახელზეა, ერთი კი მისი 15 წლის ვაჟზე, კახი მურადაშვილზეა რეგისტრირებული. უძრავი ქონება აქვს მეორე ვაჟსაც, 18 წლის დიმიტრი მურადაშვილს. მის სახელზეა 116 კვადრატული მეტრი ბინა კრწანისი ტყუპების საცხოვრებელ კომპლექსში. კახაბერ მურადაშვილის ცოლის ნათია კორხიბაშვილის სახელზეა კიდევ 3 ბინა. ერთი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთი ლისისაიდის თანამედროვე კომპლექსში და ერთი ზღვისპირა აპარტამენტი ბათუმში, ორბი პლაზაში. სხვათა შორის მურადაშვილის ცოლიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში მუშაობს. ქმრის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ნათია კორხიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. ამ პოზიციაზე მისი ხელფასი თვეში 4,516 ლარია. რაც შეეხება მის ქმარს, კახაბერ მურადაშვილის ხელფასი ბოლო დეკლარაციის მიხედვით 5,511 ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ხელფასების გარდა, მათი ოფიციალური შემოსავალია ბინის გაქირავება, თვეში $258. სხვა ოფიციალური შემოსავლის წყარო არ აქვთ. საჯარო რეესტრის მიხედვით კახაბერ მურადაშვილს, მის ცოლს და შვილებს მოქმედი კომპანიები არ აქვთ, რომ ვიფიქროთ ქონების დაგროვება ბიზნეს საქმიანობით შეძლესო. სმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.